საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა ჩართვას, მაგრამ ძალიან ბევრი ცილისწამებლები მომრავლდნენ და აუცილებელია ამას პასუხი გაეცეს. ძალიან ბევრმა მომწერა. იმედია გამოჩნდება ახლა ხალხი, დავინახო ეთერში თუ ვინმეა. დავიწყებ საუბარს. დამიწერეთ თუ ვინმეა, ან თუ იმედია ხმა ყველაფერი კარგად ისმის. მოკლედ ამ ერთი კვირის წინ მეგობრებო, არ გავეცი პასუხი, ძალიან სერიოზული განხილვები მიდიოდა, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში და ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ადრე ჩვენთან იყო, ისიც ჩემი ინიციატივით იყო ამ გაერთიანებაში, ბრალი დაგვდო თითქოს და ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება თავიდან ხარს უჭერდით ეროვნული პასპორტებში ეროვნების გრაფის აღდგენას და მამის სახელის გრაფის აღდგენას და მერე თურმე უკან დავიხიეთ, შევცვალეთ აზრი და ეს რატომ მოხდა იქ ეკითხებიან და სხვადასხვა პიროვნებები, ახლა ზოგს უკვირს, ზოგს შეიძლება შიშითო შეეშინდათო და ასე შემდეგ სხვადასხვა აბსურდული რაღაც ისინი იყო. მე ახლა არ მინდა ამ პიროვნებაზე ახლა სერიოზულად ვილაპარაკო, აი გვარდია სახელი დასახელებაც არ მინდა. ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა ერთ დროს, როდესაც საკუთარი ფერმა ჰქონდა და ულდე, ეს არის მისი საქმე და ძალიან კარგი საქმეა, საპატიო საქმეა, ვფიქრობ, მაგრამ კაცმა, რომელმაც არ იცი კონსტიტუცია, არ იცი სამართალი, არ იცი არაფერი და რაღაც აბსურდულ რაღაცებს აკეთებ, განცხადებებს და მოდიხარ იქ გაერთიანებაში და მე ოქროს წუთებს გვაკარგინებ შენი ამ ფსონებით. აღარ მინდა ახლა ამაზე ვილაპარაკო. ახლა ძირითადად ეხებოდა ეროვნულ პასპორტებს და კიდევ რას ნახეთ, ესე იგი ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ჩაწეროს კონსტიტუციაში, ჯერ რომელ კონსტიტუციაში აწედნებს, ჯერ კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ ამ კონსტიტუციას არ ავწნობთ ქართველთა დიდი გაერთიანება. რომ ცისა და მიწის ესე იგი მესაკუთრეები ვართ ქართველი ერი. ერთი ასეთი ფორმულირება მსოფლიოში არ არსებობს არსად. საერთაშორისო სამართალში სასაცილო ახლა ესე ვიღაცა მოიგონა აქ გარეუბანში თუ სოფელში, ესე არ იწერება ეს. რამდენიმე ქვეყანაში ნამდვილად არის დამფუძნებელი ერი, ქვეყნის დამფუძნებელი ერი. ეს შეიძლება ჩაიწეროს და ყოველი ესე იგი ესეთი ეროვნული საკითხების მომხრევარ პირადად მე. და ეხლა რომელ შიშია კიდევ საუბარი, თუ ვიღაცა რადიკალურ განცხადებებს აკეთებს პირდაპირ ეთერში თუ აქციებზე, ალბათ თუ ვიღაცა 1-2 მეც ვარ იქ, ხო? რომელ შიშია ლაპარაკი ეს ვიღაცა კაცო ახლა ერთხელ არ ჩასულა აი თელი ბათუმი და ისინი გაუყიდეს და სანამ ეს არ ჩავიდა შალვა მაღრაძეს გაუსწრო მე იმან. ერთხელ არ ყოფილა მანამდე. მე რა მინდა მეგობრებო გითხრათ ამ აი ეროვნულ პასპორტებს. ახლა კარგად მინდა აღვხსნა. ამან არის ახლა მართლა ის არის საერთოდ გაუთვითცნობიერებელია სამართალში, კონსტიტუციურ საკითხებში ჩვენ სახელმწიფოს ამ ქვეყანაში სახელი აქვს გადარქმეული. ჩვენ როდესაც ქართველთა დიდი გაერთიანება ვაცხადებთ, რომ უნდა აღვადგინოთ კონსტიტუციური სამართლიანობა, ეს იმიტომ უნდა აღვადგინოთ, რომ ის საქართველოს რესპუბლიკა, რომლითაც რეფერენდუმი ჩატარდა, რომლითაც გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა, ის საქართველო მიხეილ სააკაშვილმა მოსპო, გადაარქვა სახელი, კარგად დაუკვირდი, აი კარგად მომისმინეთ, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით. საქართველოს რესპუბლიკა ერქვა, ჩატარდა 31 მარტს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი. მთელმა აფხაზეთმა, შიდა ქართლმა, ცხინვალის რეგიონს გულისხმობ, მთელმა საქართველომ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ აქტით ზვიად გამსახურდიან აღადგინა დამოუკიდებლობა და ეს აქტი გაგზავნილია გაეროში,
მრავალ ენაზე თავად ზვიად გამსახურდიას მიერ. და ეს სახელმწიფო ეფუძნება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ეფუძნება სნობს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკას. და არა დღევანდელ საქართველოს მიშამ რესპუბლიკა რომ მოაცალა და დატოვა მარტო საქართველოს. ანუ სამართლებრივი ბმა მოსპო იმ სახელმწიფოსთან. ეხლა ეს მოდის აქ და მეუბნება რომ მთავრობას დაუყენოთ ის რომ ჩაიწეროს ეროვნება პასპორტებში ჩაიწეროს ის. ესე იგი ჩვენ რომელ სახელმწიფოსაც დღეს არასამართლებრივად ვთვლი და არ ვაღიარებთ რა თქმა უნდა მიშასგან ჰაერზე შექმნილ და აი მასონების მიერ შექმნილ იმას რომ წაშალონ როგორმე კანონიერი საქართველოს რესპუბლიკის სახელწოდება, ესე იგი იმას მთავაზობს ამ მთავრობას ოღონდაც პირადობაში და პასპორტში ჩავაწერინო ეროვნება და მამის სახელი. ესე იგი მაშინ გამოდის რომ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ უნდა სცნოს ის სახელმწიფო რომელმაც ის პუჩისტური სახელმწიფო რომელიცაც ჩვენ არ ვცნობთ და რომელმაც დაამხო საქართველოს რესპუბლიკა წაშალა ყველაფერი მისი გერბი დროშა ყველაფერი ჰიმნი და აბსოლუტურად ყველაფერი სამართლებრივი ფორმებით კონსტიტუციაც ეს მთავაზობს ჩვენ მოდის და თავხედობს რომ აი ამათი პასპორტები რაღაცა დავამზადებინოთ და იქ ჩავწეროთ იმას. ესე იგი ჩვენ უნდა ვცნოთ ის და დავივიწყოთ საქართველოს რესპუბლიკა. დავივიწყოთ ის სახელმწიფო, ის ლეგიტიმური სახელმწიფო, რომელმაც ქვეყანაში მოაწყო საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. აი ეს ადამიანი რომ ერკვეოდეს ამ საკითხებში თუ არ ერკვევა არ უნდა ჩაერიოს. თუ ერკვევი გენაცვალე მაშინ უკვე სხვა კითხვის ნიშნები ჩნდება და ვიღაცა გაქეზებს შენ ჩირქი მოსხო ქართველთა დიდ გაერთიანებას. როცა არა გაქვს იმხელა განათლება, როცა არა გაქვს იმხელა ცოდნა, ძალიან კარგი იყო შენ მაინც დავასახელებ ეს აზნაურაშვილია როზ დიდი იმ გოჭებს და ძროხებს ხო მიგეხედა ამაზე კარგ საქმეს სამშობლოსთვის ვერ გააკეთებდი. ღმერთმა დაიფაროს რომ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ რომელიმე სიტყვა გადააბრუნოს არ მოხდება სანამ არ დაგხოცავენ. შანსი არ არის ჩვენ რამე შევცვალო და ვიღაცა იქ ჭორაობენ აი მას შეეშინდა ამას შეეშინდა. ვისი რა უნდა შეგვეშინდეს ხალხო? რომელ შიშზეღაა ლაპარაკი? დავბერდით ხალხი და სამშობლოს თავისუფლებისთვის ვიბდით. დიდი რამე თუ დაგხოცავენ ეხლა რა. არ არის უბრალოდ სიცხვილეა, აი ძალიან დიდი სიცხვილე არის ეს კაცი გამოდის მეოთხე ლაივი ჩაწერა უკვე მგონი რა ვიცი ახლა არ გვინდა რომ სერიოზულად პასუხი გავცეთ და სერიოზულად იმას ხალხს ატყუებს კაცო სერიოზულ შეცდომაში შეყავს ჯერ ერთი შენ ვინ დაგამზადებინებს რამეს მერე მისი წარმომადგენელი გვეუბნება შევიდეთო სისტემაშიო იქნებაო გრანტი დაგვიმტკიცონ ან რაღაცა უბრალოდ გაგვასრულეს რა გრანტი უნდა დაგიმტკიცონ როდესაც შენ გამადიდებლებით გიყურებს მთელი ის რა ქვია უშროება სახელმწიფო სამსახური და ტროტუარზე არ გაყედებ და შენ გრანტს მოგცევენ ან ვის რა სჭირდება ამ მთავრობის გრანტი და გაგამდიდრებენ შენ რომ მიდი დასცხე მერე და დამამხევ ნუ ესეთი უტოპიები ესეთი უაზრობები ნუ მე არ ვიცი მეგობრებო ეხლა ყველას ნუ თქვენი გონება გაქვს და დაფიქრდით ეხლა ესეთი პროვოკატორები ძალიან ბევრი გამოხდებიან ხო და იყო ადრეს მოსული და არ მინდოდა პირდაპირ ეთერი ყოფილიყო იმიდან და გავაფრთხილე ყველა კატეგორიულად ოფისიდან ამა რაღაცა თავის გამოსვლა მაინც ჩაწერა იმდელათი რაღაცა ის წარმოდგენები აქვს და მიუხედავად იმისა თუ შენ გაერთიანებაში ხარ და თქვით რომ აქედან არ უნდა გავიდეს ეთერში არაფერი შენს მარტო შენს გამოსვლა შენ პირადად რატო არ გვეწეს და რატო გამოგაქვს იმაზე და რატომ დებ იმაში სოციალურ ქსელში ისეთი რა სიტყვა თქვი ახლა ილია ჭავჭავაძეზე დიცხوارი ტყოდი და ვაჟაფშაველაძე ხო და რა თქმა უნდა ესეთი პიროვნებები ქართველთა გაერთიანების შეცდომები ხდება მივიღეთ ალალიგულით ყველაფერი მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ასეთ პროვოკატორებთან კავშირს ჩვენ ვეღარ დავიჭერთ მანამდე იყო კიდევ და სანამ
ის დებატი დავარქვათ, რავი, შაშიაშვილთან რო იყო. ამას სულ სხვანაირად ჯერ გამართულიც არ იყო წარმოაჩეთ თვითონ ჩვენ გამოვიწვიეთ იგი. არ გინდათ ესეთი რაღაცეები ბატონებო, არა. თვითონ გამოგვიწვია იმან და ყველას ვაჩვენე მე პირადი მიწერა შაშიაშვილზე, თუ კი ის აი ვაჩვენე მე ბატონ დემურსაც და დამერწმუნებიან და სხვებსაც ვაჩვენე. WhatsApp-ში მიწერილი ვაჩვენე, თუ კი თქვენ ბატონო თემურ დღეს მაინც აღიარებთ და სწორად აი ამ გადაცემაში, სწორად გამჯი და აღიარებთ იმ დანაშაულს მაშინ რაც მოხდა, თუნდაც თქვენი მხრიდან და ჩათვლით რომ თქვენ მაშინ ძალიან დიდი შეცდომა აი რბილად თქვა, შეცდომა კი არა, დანაშაული იყო, ხელი შეუშალა კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენას. მე პირდაპირ ეთერში ხელს ჩამოგართმევთ მეთქი. აი ეს მივწერე პირადად. არავინ არ იყო განწყობილი მის წინააღმდეგ ისე ცუდად რომ თუ კი მას ჰქონდა შანსი მოენანიებინა ყველაფერი ამდენი ხნის შემდეგ და ჩვენ კი არ ვაპატიებდით, ერი აპატიებდა ალბათ. ერი არ არის ისეთი გულბოროტი რომ ნებისმიერ ადამიანს აგერ ნოდარ ნათაძემაც მოინანია და შეუნდო ერმა, ხო? ერთი სიტყვა, ერთი ის მოქმედება არ დათმო, ყველაფერში ისევ ამაყობდა. ერი რომელიც ამ დღეში ჩავარდა, აი ამნაირების ქმედებებით, ესე იგი, დღესაც რო არაფერს არ აღიარებს და რამხელა ერთ-ერთი საკვანძო დანაშაული ჩაიდინა მაშინ, აი ამ შაშიაშვილმა, რომელმაც არაფერი არ აღიარა თავხედურად და ეს გამოდის და უნდა შევრიგდეთ ყველანი. ამას შერიგება რა გონია კაცო, ესა ქუჩაში მეგობრების შერიგებაზე კი არ არის აქ ლაპარაკი. ნებისმიერ შეურიგდები მე, მაგრამ აქ ჩემო პატივცემულო, აქ არის სახელმწიფოზე, სახელმწიფოებრივ გზაზე, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენაზე და არა ჭაბუკაშვილის და ვიღაცის შერიგებაზე. და როცა ამდენი არ გესმის, ლაივები იმისთვის არ არის, რომ რამდენსაც, რა ქვია, რამდენიც მოგეპრიანება იმდენი ჩართო და ვიღაცამ ტაში დაიკრას გაუთო თვითცნობიერებები. ესე მარტივი არ არის ეს კონსტიტუციური სამართალი და ესეთ საკითხები და ძალიან აქ თქოთ ამის მერე რა, აი ესეთი ადამიანს თქვენს პატივცემულებო, კარგად დაუკვირდით რა საუბრობენ და რაღაც ისეთი სისულელეებზე და უტოპიებზე აქვს საუბარი. სამარცხვინო არის უბრალოდ და აი ამის გამოა მე ესეთი ხალხი ეროვნული ლოგონიათ მასხრად იგდებს ძალიან ბევრი მე აი ამ ეროვნულ იმას ფრთას. არ არის აბსოლუტურად ჩვენ არა ვართ მაგ იმაზე, მაგ პოზიციებზე, ჩვენ ამას უყურებთ ამ კონსტიტუციურ სამართალს ჩვენ უყურებთ ძალიან მეცნიერულ დონეზე და მაღალ დონეზე, ისე რომ აქ ერთი შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება და როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ყველანაირი დარღვევა გაკეთებული კონსტიტუციის, კონსტიტუციური სამართლიანობიდან არის ქვეყანა გასული, ნებისმიერი ჩვენთაგანს ქართველთა გაერთიანებაში, ნებისმიერ ხელმძღვანელს შეგვიძლია დაუმტკიცოთ ნებისმიერი აი ამ რეჟიმის მაღალი წარმომადგენლებს და ენას ვერ მოიტრიალებენ, ფაქტები აღადებენ ამას. ჩვენ კი არა ვარ ძალიან რაღაც სასწაულები და ისინი. ფაქტებს დაუდებთ თარიღებით და ნომრებით. როგორ არის ეს ქვეყანა გასული კონსტიტუციური სამართლიანობიდან და როგორ იმართება დღემდე 95 წლის მხედრიონის კონსტიტუციაზე დაფუძნებული სამართალმემკვიდრე კონსტიტუციით. ამიტომ ის რომ ჩვენ დღეს აი ამათ ამ მხედრიონის კონსტიტუციონალისტებს და იმას ამ სამართალმემკვიდრეებს ეხლა რაღაცა ის დავაბეჭდინოთ. ეს არის სრული აბსურდი. თუ გონია რომ აფსანძესავით ეხლა მთავრობის ისინ რომ დაასახელა წარმომადგენელი ისე მხოლოდ ხო და ასე დაბეჭდა მხოლოდ ამ იმას, ეგეც სრული სისულელია, იმიტომ რომ არც ძალა ექნება და რანაირად უნდა გააკეთო 3 მილიონი მოწმობა, ვინ მოგცა ამის ფული ჯერ. ან რა შედეგს მოიტანს ის. აი ესეთ ხალხთან გვაქვს საქმე და იქ წერდნენ რომ აი ეთყობაო შეაშინესო ქართველთა გაერთიანებაო და კი აბა ბატონო ხო
ძალიან უნდა რეჟიმს რა ეგეთი რაღაცა მოხდეს, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი შეშინება არ იქნება. მე ადრეს ვთქვი და ბერძოლ თქვი, იდეალისტებს არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ცხოვრება განვლეთ, დარჩენილი სიცოცხლე შემოველოს ჩვენ სამშობლოს. აი ეს არის ჩემი სიტყვა. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი, არასოდეს არ დავიხებთ არც ერთი ნაბიჯით უკან, ჩვენი უკან ნაბიჯი არ მოხდება. წინ სამშობლოს და წინ გამარჯვებისთვის. ჩვენ თუ მალე გავერთიანდებით, ყველას მოგიწოდებთ, წელსვე დავასრულებთ აი ამ გამყიდველ ანტიქართულ რეჟიმს, რომელიც ეწევა ქართველიერის გენოციდის დღე და ღამე. მადლობთ ყურადღებისთვის.